სახელითა მამისა და დაცისა და დასრულისა წმინდისა ჩვენთან არს Χριστეს მიერ საყვარელო დანო და ძმანო დასრულდა მეხუთე კვირა დიდი მართვისა შემდგომ კვირას ჩვენ ზეიმობთ ხარების დღესასწაულს პარასკევს ლაზარის შაბათს ვიხსენებთ აცხოვრის მიერ 4 თემდარი ლაზარეს პრედით აღდგინებას კვირას ზეიმობთ ზომის დღესასწაულს აცხოვრის დიდებით შესვლას იერუსალიმში ეს დღესასწაული ლაზარის შაბათით იწყება იმიტომ ის დიდი ზეიმი ხალხის შეხვედრა საერთო აღტაცება და აღფრთოვანება დაკავშირებული იყო ზუსტად იმ მოვლენასთან როდესაც მაცხოვარმა ლაზარე აღადგინა დაბა ბეთანიაში რომელიც ახლოს იყო და ახლოს არის იერუსალიმთან შემდგომ უკვე დაიწყება გამორჩეული კვირა ნებიშვიდეული როდესაც ჩვენ გავიხსენებთ მაცხოვრის გეციმანიის ბაღში ლოცვას მის შეპრობას მის უსამართლო სასამართლოს მის დაცინვას ქილიქს წამებას დელთ ბოდვართაგან ენის უხუცესთაგან პილატეს უსამართლოებას გავიხსენებთ მის გამაძრახებას მის მიერ ჯვრის ტვირთვას ჯვარზე აღსვლას ჯვარზე აღსრულებას და მის ჯოჯოხეთად შთასვლას და დიდებულ აღდგომას ვასრულებთ უკვე დიდ მარხვას და საჭიროს არის და ალბათ ღირს კიდევაც საკუთარ თავს დაუსვათ შეკითხვა რა შევძინეთ ჩვენ საკუთარ თავს როგორები წავდგებით ჩვენ აღდგომის დღესასწაულის წინაშე რა გრძნობები არის ჩვენს სულში და როგორი უნდა იყოს ეს გრძნობები და კიდევ თუ როგორ უნდა მივიახლოთ ჩვენ აღდგომის დიდებულ დღესასწაულს ამას შეგვახსენებს წმინდა ეკლესია დღევანდელი დღის წმინდანის ხსენებით და სახარების საკითხავით ეს ჩვენ მოვისმინეთ სახარება იმის შესახებ თუ როგორ შევიდა მაცხოვარი სიმონ ფარისევლის სახლში რომელმაც მიიწვია ის და იქ მრავალ ადამიანთან ერთად იყო მისული ერთი ცოდვილი დედაკაცი
ცოდვილი დედაკაცი ამ დროს, როდესაც ბრძანებს წმინდა წერილი, იგულისხმება, რომ ეს არ იყო ქალი პატიოსანი ცხოვრების. მაგრამ მოვიდა ეს დედაკაცი, რომელიც ასეთი სახელგადახილი იყო, მაგრამ იმ სახლიდან გავიდა გამართლებული. მოვიდა მეძავი, გავიდა მართალი ადამიანი. სიმონ ფარისეველი, რომელმაც მიიწვია მაცხოვარი თავის სახში, ხედავს რა ამ დედაკაცს, რომელმაც ნელსაწყებელი დაასხა მაცხოვრის ფეხებს. ეს ნელსაწყებელი იმ დროს, არომატული ნივთიერებები, არომატული ზეთები ძალზე ძვირი იყო და საზოგადოებაში ითვლებოდა ძვირფას ნივთიერებად, რომელსაც მხოლოდ თუ შესწევდნენ მდიდარი ადამიანები, დიდებულები, მეფენი. საიდანაც ეშოვნა ამ დედაკაცს ეს ნელსაწყებელი და ის რაც შეეძლო მას გაეყიდა და ამაში ბევრი საკმაოდ იმ დროისათვის დიდი ფული აეღო. მოდის ეს დედაკაცი და ამ ნელსაწყებელს მაცხოვარს ფეხებზე სცხებს და არა აქვს მას ტილო, მაგრამ შეიძლება არც აკადრებს ის ტილოს რამე მას სურს, რომ თუ რამე შესაძლებელი არის იყვეს მისთვის, რაც არის ძვირფასი, ამით ემსახუროს მაცხოვარს და თავისი თმა გაიშალა ამ დედაკაცმა და ამ თმით მოსწმინდა მაცხოვარს ეს ნელსაწყებელი ფეხიდან. სიმონ ფარისეველი კი ზის და ფიქრობს, ეს კაცი რომ იყვეს მართალი და წინასწარმეტყველი, მიხვდებოდაო, რომ ამ ქალს არა აქვს უფლება მასზე შეხების. თუ ვინ ეხება მას, თუ რაოდენ მცოდვილია ეს ქალი. და მაცხოვარი ეკითხება მას, სიმონ, ერთ რამე შეგიკითხები, ვინ უფრო მეტად შეიყვაროსო, ვისაც მრავალი ცოდვა ეპატია, თუ ვისაც მცირეო. სიმონი პასუხობს ლოგიკურად იმას, ვისაც მრავალი ეპატია. და მაცხოვარი პასუხობს, რომ ამ დედაკაცმაც დიდად შეიყვარავ. შენ მე არ შემომთავაზებ იმ დროის წესით სტუმარს სახლში მოსულს თავაზობდნენ მოსვენებას და ფეხის დაბანას. ასეთი წესი იყო და თუ სტუმარი იყო განსაკუთრებულად საპატივცემლო, მაშინ თავად მასპინძელი ბანდა მას ფეხს და
ეს პატივისცემის ნიშანი იყო და კი არ აკნინებდა მას პინძელს, არამედ პატივს შესძენდა მას. და თუ კაცი მართალი და წინასწარმეტყველი მოიპატიჟა სიმონმა თავის სახში, სათანადო მასპინძლობა უნდა გაეწია მას მისთვის და შეიძლება დაავიწყდა, შეიძლება არ ჩათვალა საჭირო, მაგრამ უფრო შორს წავიდა სიმონი, რომ ის ვინც მიიწია თავის სახში როგორც წინასწარმეტყველი და მართალი ადამიანი, სხვაგვარად არ მიიწევდა სიმონი თავის სახში მაცხოვარს. იმ ადამიანზე ფიქრობს, რომ ნუ თუ ეს მართლა ასეა და თუ ეს ასეა, მაშინ რატო ვერ ხდება, რომ ქალი, რომელიც მას შეეხება, ეს ქალი არის ცოდვილი. მაგრამ მაცხოვარმა გამოავლინა ეს ქონისტმა სიმონისა და აჩვენა სიმონს, როგორ განსჯის ღმერთი, რომ ის არ განსჯის ისე, როგორ ჩვენ ვფიქრობთ ადამიანები. არამედ სიტყვები, რომელიც აქვს წარმოქმნილი მაცხოვარს, რომ არა ჯანმრთელებს სჭირდებათ მკურნალი, არამედ იმათ, ვინც ძიმესენით არიან დაავადებული. და არა წოდებათ მართალდა, არამედ ცოდვილთან. და ამ ქალს, რომელსაც ყველაზე ძვირფასი რაც გააჩნდა, რისგანაც შეიძლება ბევრი კიდევაც მოგება ენახა, ამ ქალს მაცხოვარი აძლევს იმის გამო, რომ ეს უშურველად მან ქრისტეს სახურებას მოახმარა, ისე რომ არც მოუთხოვია მაცხოვარს, განა მაცხოვარმა უთხრა, რომ მოდიმე დამბანე ფეხი ნელსაცხებელი, არა, თავისით მოვიდა ეს ქალი. დაიჩოქა მაცხოვრის წინაშე და რაც შეეძლო მას, რაც უკან ნახა მისმა გულმა, ის გააკეთა და ამ ქალს მაცხოვარი ეუბნება, იგეტებდნენ შენ ცოდვანი შენი. წადი მშვიდობითო. და ეს ცოდვილი უკვე გადის იმ სახლიდან, როგორც მართა. ეს ადამიანი, რომელსაც როგორც თვლის სიმონ ფარისეველი, არა აქვს უფლება შეეხოს მართალ ადამიანს, ეს ცოდვილი დედაკაცი ხდება არა მხოლოდ ღირსი, რომ იმისა, რომ შეეხოს ქრისტეს, არამედ ღირსი იმისაც, რომ მიეტევოს მისი ცოდვები. იმიტომ რომ მან ეს გააკეთა ქრისტესადმი სიყვარულის გრძნობით, მაგრამ არა იმ გრძნობით, რომელიც შეიძლება აქამდე ამოძრავებდა ადამიანს და უბიძგებდა ცოდვაში მყოფობას. ეს გრძნობა უკვე იყო განსხვავებული. ეს გრძნობა გლოვასთან იყო
კავშირში, იმიტომ რომ გლოვარე მოვიდაო ის ქალი. გლოვარე იმის გამო, რომ გრძნობდა თავის უღირსებას და მოვიდა ღვთის კაცთან და შეწუნებულიც კი იყო, რომ ამ ღვთის ადამიანმა მას ცოდვის მისცა უფლება შეხებოდა. მისცა უფლება, რომ გამოეხატა თავისი წუხარება, თავისი ტკივილი, თავისი უღირსების გრძნობა და გლოვა მართალი ადამიანის ღვთის კაცის წინაშე. ეს სხვაგვარი სიყვარული, რომელშიც არ მოქმედებს ხორციელი უნება, სიყვარული, რომელიც არ ეძებს ფიზიკურ სიახლოვეს, ბნებიან სიახლოვეს, სიყვარული, რომელიც აკეთილშობილებს ადამიანის სულს, განსწვენს მის გულს, გაანათლებს მის გონებას და აჩვენებს ადამიანს თავის უღირსებას ღვთის წინაშე და მიანიჭებს მას განცდას თვის და ცოდვათა. აი ეს გრძნობა დაიბადა მეძავ დედაკაცში და აი ეს გრძნობა დაიბადა დღევანდელი დღის წმინდანში მარიამ ეგვიპტელში. ამ გრძნობამ ეს ძალიან ცოდვილი ადამიანი გარდაქმნა ძალიან დიდ წმინდანად. და მთელი მარხვის განმავლობაში ჩვენ მარიამ ეგვიპტელს მოუწოდებთ, რომ იყოს მეოხი ჩვენი წინაშე ღვთისა და მარხვის დასასრულს უკვე, როდესაც ჩვენ უნდა ვიზეიმოთ რამოდენიმე დღესასწაული, ვიზეიმოთ დიდებით შესწავლისა იერუსალიმში და გავიხსენოთ ქრისტეს მაცხოვრებელი მებანი და ვემზადებით აღდგომის დღის შესახვედრად. ეკლესია შეგვახსენებს ამ წმინდანის მაგალითით და სახარებისეული მეძავი დედაკაცის სახით შეგვახსენებს თუ რა გვმართებს ჩვენ კვალ და კვლავად, როგორ უნდა მივიახლოთ ჩვენ ღმერთს, მივიახლოთ საკუთარი ცოდვის განცდით, უღირსების გრძნობის განცდით, რომ და თხოვნით, რომ ღმერთმა მოწყალება ყავს ჩვენ ზედა, მოგვიტევოს ჩვენ ცოდვანი ჩვენი ნეფსითი და უნებლიეთი. და მიუყვეთ უფალს, მიუყვეთ ისევ როგორც მიყვა მას მეძავი დედაკაცი, მიყვა მას მარიამ ეგვიპტელი, რომელთაც დაუტევეს თავისი ცოდვა და ურჯულოება და სიკვდილამდე იყვნენ ღვთის ერთგული და ემსახურებოდნენ მას. აი ამ გრძნობას, ასეთ გრძნობებს
სიყვარულის და ღვთისადმი ნდობის ბოლომდე ღვთისადმი ერთგულების ამ გრძნობებს შეუძლია ადამიანი გარდაქმნა უწმინდური უბადლოგი მდგომარეობიდან სიწმინდეში და ათელში შეუძლია ძალიან მოკლე ხანში ძალიან მცირე დროში გარდაქმნა ადამიანი და ცოდვისაგან ის და ჯოჯოხეთისაგან გამოიყვანონ ის ცათა სასופველში დასამკვიდრებლად. ამ გრძნობით უნდა დავასრულოთ ქრისტეს მიერ საყვარელო დიდი მართვა, ღვთის სიყვარული, ღვთისადმი ნდობით და ჩვენი უღირსების შეგრძნებით და სურვილით, რომ მთელი ჩვენი ცხოვრება ღმერთს გადავცეთ ხელში, რომ ის იყოს ჩვენი ცხოვრების გამგებელი, ის იყოს ჩვენი პატრონი და უფალი. ღმერთმა შეგვაძლევინოს ეს წვერი გულით. ამინ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებული გავხდეთ.